Welcome to Geo Road Mania. მოგესალმებით Geo Road-ის მაყურებლებო. AI-დან გადმოვინაცვლეთ ახლა რეალურ ცხოვრებაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ იმისთვის, რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, გვიყურებთ და კი ხედავთ, რომ ჩვენი ვიდეოების ემატება ნახვები, გამომწერები. და დღეს რას ვაპირებთ და რატომ წერთ ამ ვიდეოს? დღეს off-road-ი არ იქნება, პირდაპირ გეტყვით. დღეს მე და გიორგიმ გადავწყვეტთ, რომ უბრალოდ გაგვესეირნა ჩვენთან რუსთავში, ხედავთ ადგილებს. ვამოწმებთ სპეციალურ შექმნილ ადგილებს, სტოკი მანქანებისთვის, ანუ ქალაქის SUV-ებისთვის, როგორც არის ჩემი. ოდნავ დალიფტულია, მაგრამ მე არ არის პრობლემა. არ აქვს სერიოზული მომზადება და გვინდა რომ შევკრიბოთ მანქანები, რამოდენიმე მანქანა ქალაქის SUV-ები, ესე ვთქვათ, პარკეტნიკები ბრალებში და მოდი გავტესტოთ მცირე უგზაობაზე როგორ დადის, პატარა შეჯიბრი გავაკეთოთ და სად და როგორ ავალთ ნახოთ და დღეს გვინდა რომ უბრალოდ საინფორმაციო ვიდეო ჩავწერო. აგიცნათ ჩვენი არხის გეგმები, რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ. შევამოწმებთ რამოდენიმე ლოკაციებს, გადავალთ დიაგონალებზე, ნახავთ აქ ამ როგორი ადგილები არის. კიდევ რამოდენიმე ლოკაცია გვაქვს არჩეული და იმასაც თუ მივედით და მოგვეწონა რა თქმა უნდა ჩავსვა ვიდეოში და იხილავთ ამასაც. ეხლა მინდა 2-3 სიტყვით გითხრათ ის, რომ ეს AI ვიდეოები, რასაც ჩვენ ვაგენერირებთ, ჩემი დაგენერირებული რაც არის, ზოგზე უკმაყოფილება გამოიწვია, იმიტომ რომ AI რატომ არის ის და მოკლედ ვინც იცის, კარგად მიხვდება, რომ დღეს ახლა AI-ით დამუშავება ვიდეოსი არის საკმაოდ რთული, სადღაც 10 წუთიან ვიდეოზე მე პირადად ვანდომებ სადღაც 3 საათი ხოლმე, მინდა რომ კარგად გამოვიდეს. ეს ყველაფერი ნელ-ნელა დაიხვეწება, თუმცა მარტო ამ ფორმატით არ ვაპირებთ გასვლას, გაგაცნობთ არხის საომავლო გეგმებსაც, ვაპირებთ, გასვლით ვიდეოების გადაღებას, ასევე ჩვეულებრივად გაგრძელდება ის ტესტ-დრაივები და შემოგთავაზეთ შეგიძლიათ მანქანები, ვინაიდან მანქანები როცა არ ყავს, ჩვენ ფიზიკურად ერთი მანქანა ყავს, ორი მანქანა ყავს და 9-ჯერ ვერ გადავიღებთ ახლა ამას ვიდეოში და გვინდა რომ შემოგთავაზოთ რამეს კარგი მანქანები, რომელსაც შემდეგ ნადირი გიორგა და მე გავტესტავთ. და რაც შეეხება ახლა საომავლო გეგმებს, გვინდა რომ რაღაც შაბათ-კვირას გავაკეთოთ პატარა გასვლები ხოლმე სადღაც დიდ გზაზეც, მცირე გზაზეც და ეს იქნება უბრალოდ ჩვენი არხის კონტენტიდან გამომდინარე ვიდეოები. აქ არ იქნება რაღაც კონტენტს აცდენილი ეს ყველაფერი, პირიქით. უფრო და უფრო დაიხვეწება, შემდეგ გადაღებას დაიხვეწება და ნელ-ნელა, როდესაც უკვე შესაძლებელი იქნება სერიოზულ დონეზე გადასვლა, უკვე ჩავსვავ სერიოზული გადაღების კადრებსაც და ყველაფერს. ანუ სწორად გაიგეთ ის, რომ მე რომ ავდგე ახლა და ამაზე ძლიერი გადაღება გავაკეთო, ფიზიკურად აზრი არ აქვს, იმიტომ რომ არ აქვს YouTube-ს ჯერ ისეთი შემოსავალი, რომ მე ეს თანხა ავიღო და ჩავდო. მაგრამ თუ შევამჩნიე, რომ იქნება რაღაც მოწონება ვიდეოებში და გამოხმაურება იქნება, რა თქმა უნდა, რაღაც ლეველებსაც გავაკეთებ. ჯერჯერობით რა subscribe-ით ჩვენ გვაქვს, იმ subscribe-ისთვის მე მგონი ნორმალური ესეთ გადაღება, ესეთი ხარისხი და ეტაპობრივად მე ყველაფერი გამოსწორდება, სერიოზულად ვფიქრობთ, რომ ეს არხი რომ განვითარდეს და პრეტენზია გვაქვს, რომ იყოს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო off-road channel-ი. აქ არ იქნება მარტო გასვლები, არ იქნება მარტო review განხილვები და აქ იქნება ყველაფერი ზოგადად. ახალი მანქანის ჩამოყვანაც ვაპირებთ რამოდენიმე თვეში გვინდა რომ ჩამოვიყვანოთ ახალი მანქანები, ან ზოგადად გავტესტოთ რა ღირს ნაწილები ის და ზოგადად დეტალებში ავხსნით ხოლმე თითოეულ მანქანას. მოდი დაუბრუნდეთ ჩვენს დღევანდელ ვიდეოს, ეს არის საინფორმაციო ვიდეო, როგორც მე გითხარით და გავივლით სხვადასხვა ადგილებში შევამოწმოთ როგორი არის ჩვენი მანქანები. აგერ სპეციალურად ავიყვანე ახლა აქ. მაინტერესებდა თუ ამოვიდოდა და ჩვეულებრივად ამოვიდა. ტრექშენის წყალობით, მაგრამ როგორც იცით, CVT კოლოფებს არ უყვარს დატვირთვა და არ ვაპირებ ამის ახლა რაღაცა off-road-ში ჩაგდებას. აი ესეთი პატარა მცირე უგზაობისთვის გვინდა ასეთი მანქანები. შეგიძლიათ შეგვითანხმდეთ, მოგწეროთ, რა მანქანა ყავთ, გითხრათ. რა თქმა უნდა, ახლა hard off-road-ისთვის თუ ყავთ აწყობილი მანქანა, თქვენ თვითონ გაგიტყდებათ, აზრი არ აქვს, ისეთ გლებში უნდა წავიდეთ, სადაც მხოლოდ სტოკებისთვის იქნება გათვლილი. ნებისმიერ მსურველს არ აქვს მნიშვნელობა რა მოდელის მანქანა ყავს, რომელი წლოვანების, მთავარი არის რომ გინდოდეთ და შევკრიბავთ. შეიძლება ახლა უცებ მოგროდეს 20 და 30 მანქანა, მაგრამ ვერ დაკვირდებით რომ 20 და 30 მანქანით გავალთ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ვიდეო გამოვა და აზრი არ აქვს ყურებისთვისაც.
დავყავთ რაღაც ეტაპებად, რაღაც ლოკაციებს ავარჩევთ და გვეცოდინება სად უნდა მივიდეთ, როგორ და შევეჯიბრებით უბრალოდ. არ იქნება აქ არანაირი ჩემპიონატი, უბრალოდ ვისაც სად გაგისწორდებათ, იმ დიაგონალზე ახვალთ და ერთმანეთს შევაჯიბრებთ მანქანას და უბრალოდ გვეცოდინება რისი თავი აქვს ჩვენ მანქანებს და ეს ძალიან კარგი იდეა არის. ნელ-ნელა დავიწყებ დასვლას და გაჩვენებთ ესეთ ადგილებს, სადაც შეგვიძლია რომ სტოკი მანქანები თავიდეთ. პირველი რა თქმა უნდა, ჩემი მანქანით ავალ და გავტესტავ, იმიტომ რომ არ მინდა რომ ჩემი თემატიკიდან გამომდინარე ვინმეს რამე მანქანა დაუზიანდეს და არ ვიცოდე სად მივდივარ ან იმ აღმართს უკან რა არის, ესე თვალდახურჭული ვერ ვული, ამიტომ იცემია ავდგე ჩემი მანქანით ავალ, სადაც ავალ ხო ავალ და ავალ, სადაც ვერ ავალ, რა თქმა უნდა დავონებებ. ტრანსმისიები რო არ დავტვირთოთ, რა თქმა უნდა, ნორმალური იქნება ეს, რომ მცირე უგზაობაზე გავტესტოთ, უბრალოდ რის საშუალება იქნება ჩვენ მანქანებს. ეხლა ჩავჯდეთ, დავიძრათ და უკვე დანარჩენს ეტაპობრივად ვიდეოებსაც გადავიღებთ და სხვადასხვა ლოკაციებს გაჩვენებთ რა. გიორგა მიდის ეხლა დასეჭავს ფეხით ადგილს, რამდენად ასასვლელია თუ არ არის ასასვლელი და შემდეგ ავალ და ვნახოთ თუ იქნება საშუალება. ნორმალური აღმართი არის როგორც მანიშნა. ეხლა ავალ. პირველ რიგში გადავიტან L-ში და მოდი X mode-საც ჩაურთავ. მოდი მოცურებასაც გავუთიშავ, ჩემი რამიდის. და ნელისვლით ვცდი რომ ავიდე. შეიძლება ვიდეოში არ ჩანდეს, მაგრამ ადგილზე რომ მოხვალთ ნახავთ. მოკლედ, მიმდინარეობს ლოკაციის შერჩევა შეჯიბრისთვის და ეს არის ერთ-ერთი ადგილი პირველი, რომელიც შეიძლება ჩვენს შეჯიბრში შევიდეს. ნელ-ნელა ვტესტავთ ადგილებს, იმისთვის რომ მაყურებლისთვისაც საინტერესო იყოს და ჩვენც ცოტა გავერთოთ. ეს პირველი შესახურებელი აღმართი იყო და შემდეგში უკვე შევარჩევთ უფრო უკეთესებს. ამის შემდეგ რა იქნება? ეხლა ჩვენი კონკრეტული ავტომობილი ავიდა X mode-ის დახმარებით და traction-ის წყალობით. ახლა უკვე ჩამოსვლას ნახავთ, ესეც X mode-ის დამსახურება იქნება, როგორც ეს ავტომობილი ჩამოვა ახლა. და აქ ახლა განსაკუთრებული არაფერია მართალია. მაგრამ საინტერესოა ამის გარდა სხვა ავტომობილები რა შეძლებენ. AWD შეგიძლიათ 4 WD-ით იმოვზანდეთ, არ იქნება პრობლემა. ეს ძირითადად AWD-ის საქმე უფროა. მოკლედ, ავრის ახლა დაბლიდან როგორც ჩანდა, მაგრამ ჩვეულებრივად, პატარა ადგილზე სადღაც მოცურება ააციმციმა, გამორთული მქონდა, მაგრამ მაინც ააციმციმა. მაგრამ დაბლოკა და ჩვეულებრივად ავედი. ნორმალური აღმართი არის, მოკლედ და რავი, ვთვლი რომ ღირს სტოკების დასვლა. ცოტა ოდნავ იბუქსავასავით, მაგრამ კარგად ავიდა. ჩამოსვლისას რაც შეეხება, ფრთხილად ჩამოვიდა X mode-ით გავაქტიურე და უფრო კარგად ჩამოვიდა თავისი დამოხრუჭებით. მე მგონი ღირს აქ. ეს პირველი ვარიანტი, მოდი ეს იყოს. დანარჩენებს ახლა გადავალთ და შევხედავთ. კიდევ ოდნავ უფრო გავართულებთ. წავედით. კაი, აბა ვნახოთ, როგორ ავალ ახლა ამ აღმართზე. გადავიტანოთ L-ში, ჩავრთოთ X mode-ი და გათიშულია მოცურებაც. გიორგი კიდე დამეხმარება როგორ ავიდე. ეგრე წამოდი. მოდი. აქტიურდა ფლექშენი ავიდა. ავედი ჩვეულებრივად. ცოტა იბუქსავა, მაგრამ რამოდენიმე წუთი უნდა რომ დაიცადოს რა თერქშენმა. რომ მიხვდეს რომ საბურავი ჰაერში არის და ამოვიდა. აი შეხედეთ მოკლედ, შეიძლება ვიდეოში მართლა არ გამორჩეს, მაგრამ ახლა როგორც ვიდეოს დასაწყისში ვთქვით, hard off-road-ი არ არის, ეს და არც ეს მანქანა არ არის, ახლა რაღაც სასწაული მანქანა რო იაროთ, მაგრამ საკმაოდ რთული გადასასვლელი იყო. შეიძლება
ცხოვრებაში მიდიოდეს საერთოდ ესეთი შევხვდეთ და გეცოდინებათ რავი ახვალ თუ არა. ხო და თუ ვერ მიხვდით ამ აღმართის სიმაღლეს ვიდეოში და საუბრობთ ცუდად გამოჩნდებოდა, როცა მოხვალთ ადგილზე გაჩვენებთ, ეს იქნება ჩვენი ნომერი მეორე ამოსასვლელი, ესე ვთქვათ, სადაც გავტესტავთ მანქანებს. Traction-მა ძალიან კარგად იმუშავა, მინდა გითხრათ. ოღონდ ერთადერთი რაც არის წესი და რიგი, ვისაც traction-ი აქვს მანქანას, ეგრევე მთლიანად გაზის პედალს არ უნდა ჩააფაროთ, იმიტომ რომ ვერ ხვდება პროგრამა და ბრუნს ვერ ითვლის, ამიტომ რამოდენიმე წამი, 1-5-10 წამი ჭირდება რომ დაბლოკოს, იმიტომ აკეთებს ამ ხელა ბრუნს რომ მიხვდეს პროგრამა რომ ეს მოჭიდება დაკარგა საბურავმა და შემდეგ X mode-ის წყალობით მართლა ძალიან მაგრად ამოვიდა. X mode-ი რო არ ჩამერთო, დიდი ალბათობით მართლა ძალიან ბევრს ვიბუქსავდი და ვერ ამოვიდოდი ახლა. სამთვის საბურავი მაქვს, კლინესი ოდნავ მაღალი არის სტოკთან შედარებით და უფრო იმის ხარჯზე გადმოვედი რომ არ წამოვარტყი იმის შიში არ მქონდა რომ ზღვის დადებდა ან რაღაც სპორტს. კარგი, წავიდეთ შემდეგზე გავაგრძელოთ და დაიწყ. სწორად ადი. წერად არ ახვიდე, სწორად ადი. მიდი. მიდი, ახვალ, მიდი. შეუყევი, მიდი. მიდი, ეგ არის, მიდი, დავაი, მიდი. კაი. ამ შემთხვევაში ძრავის სიმძლავრე არ გვეყო. აი ასეთ შემთხვევაში გჭირდება დადაბლება. და ნუ ოდნავი ინერციის მიცემა. Traction-ი მუშაობდა, მაგრამ აშკარად გამოჩნდა, რომ ძრავის სიმძლავრე ცოტა ვერ გვეყო, მაგრამ ნუ ცოტა მეტი ინერცია და ავა. ცოტა მეტი ინერცია მიეცი, აბა ელი და ცოტა მეტი ინერცია. ცოტა მეტი ოდნავ. და ნომერი 2. ინერცია ოდნავ მეტი. ძრავის სიმძლავრე რომ მოემატოს. დავაი. ეგ არის. ნუ რასაც ვამბობდი, ადგილიდან ძრავის სიმძლავრე, ნუ ნიუტონები ცოტა ვერ გვეყო იმის გამო რომ ამ ავტომობილზე არა ქარხნულად სარგებელი კოლოფი იგივე და მადაბლებელი გადაცემა. და ნუ შემდეგ ცოტა მეტი ინერცია და X mode-ით უკვე შეძლო ამოსვლა. ვინც ფიქრობთ რომ ეს რაღაც უბრალო აღმართია და აქ რა ვიცი, ოპელით ამოხვალთ, ამოდით და გადალახეთ ეს დაბრკოლება ოპელით. მაგრამ თლად ეგრე მარტივადაც არაა საქმე. ავიდა რა. აი ამო. ну მოკლედ აი ჟორამ გადაგვიღო კაი ვიდეოები, ახლა გავალ თან არ მინდა რომ ეს CVT კოლოფი ცოტა დავწანჯო. ხელა აი კლინესი რა კარგია. ხო, მოდი ეს ფაქტობრივად მესამე გამოვიდა ნუმერაციით და ახლა მოდი ავუყოთ ჩვენს გიგარ აღმართს და კიდე რაღაც ადგილები ვნახოთ რა და ახლა თუ კიდე სხვა ადგილები მოგვეწონება როცა ამოხვალთ, ну ის ადგილებიც გადავიღოთ, არ იქნება პრობლემა. ფაქტია რომ ახლა მანქანას ასე თუ ისე უჭირს, როგორც წორს და ისე არ დადის, კი ხედავდით ვიდეოებშიც და რავი, სულ ყველგან ავედი და დანარჩენს ახლა გიორგი მოგიყვებით რა როგორ რანაირად თქვნათ მე და ამ ყველაფერს უკვე შემდეგ რომ მოხვალთ ადგილზე აქ გავტესტავთ ყველაფერს. მოკლედ როგორც წინა შემთხვევებზე ვისაუბრე, როდესაც ეს მანქანა ადიოდა აღმართზე, თითოეულად განმარტე, როდის როგორ რა შემთხვევაში და რატომ ადიოდა ან რატომ ვერ ავიდა. ერთ აღმართზე შევამჩნიეთ ის, რომ მანქანას ძრავი და სიმძლავრე არ იყო და ცოტა მეტი ინერცია დასჭირდა, მაგრამ ავიდა. მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ძრავის სიმძლავრე და მის ხარჯზე ასვლა. ეს იყო ყუმბარიანი ხიდები უბრალოდ და დაგვაყლდა ასევე დამადაბლებელი გადაცემა, იგივე რას დატკა, ვინც არ იცოდით. როდესაც ნელა შედარებით მდორედ ადიხარ აღმართზე, რომელიც არის მშრალი, შეიძლება ანუ სველი ახლა რო ტალახი იყოს, ვერ ავიდოდი, მე მგონი ვერ ავიდოდი. ვერ ახვიდოდი, მაგრამ ძრავის სიმძლავრე გვეყოფოდა იმის ხარჯზე, რომ საბურავი უფრო შედარებით მარტივად როგორ ვთქვა, ბუქსავდება სველ ნიადაგზე. სველ ნიადაგზე ბუქსავდება მარტივად
და შედარებით, შესაბამისად ძრავის იმდარო ყოფნის, როდესაც მანქანა ბუქს, აი ყინულზე რო დააყენოთ მანქანა სიტყვაზე და დაძრათ მესამე სიჩქარით, ან სხვა მანქანას გააჩნია რა თქმა უნდა. დაიძვრება, მაგრამ შრალზე რომ მიწაზე რომ გადმოიყვანოთ, მესამეთი კი არა შეიძლება მეორე სიჩქარით და პირველითაც ძლივს დაძრათ. ამიტომ ახლა ჩვენ შევამჩნიეთ ის ფაქტი, როგორც ვამბობდი, რომ ერთ აღმართს მეორე თუ მესამე აღმართი იყო, ხო? ხო, მესამე ლოკაციის აღმართი იყო, სიმძლავრე არ იყო ავტომობილს. ბლოკმა ტრეკში სადღაც ხო უნდა გავჭედილიყავით. X mode ამუშავდა მაქსიმალურად. აღმართი აიყვანა, მანქანა, ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ძრავმა ვერ გაკაჩა. იმიტომ რომ მარტივი არ არის ასეთი სიცოცხლის აღმართი. ეს მანქანა და ეხა აქ რო 5-დან 2 მყოლოდა რაღაცა სერიოზულად, კომპანიამ ხიდები რო არ ყოფილიყო და ყოფილიყო დაუშვათ ბროკერებით, მასლა პრობლემას გადავედოთ. ეხლა ერთი მინდა გაჩვენოთ, კიდე პატარა აღმართზე ამოვედით. ამასაც გაჩვენებთ, ერთი აღმართი არის, მაგრამ აქ ვერა ვარ. ეს აღმართი არის დაგჩვეულოთ ყველა ამბობა, მაგრამ აი ეს აღმართი არის ძალიან საინტერესო, როგორც საბურავების კვალი ეთქობა, ვიღაც ავიდა. შეიძლება ჩემი მანქანითაც ავიდე, მაგრამ რატომღაც არ მინდა გარისხვა, ძალიან მაღალი აღმართი არის. ვიდეო შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ იმათზე ბევრად უფრო მაღალი არის და რა ვინმე თუ გაურისკავთ აი ამ აღმართს, ნახოთ შეჯიბრების მომენტში ვინმე თუ იზავს, მეც გაურისკავ და შევხედოთ, იმიტომ რომ ეხლა მენანება ესე ვთქვათ საბურავებიც არ მიწყობს ხელს და თან CVT კოლოფი მენანება და რომ ყავდეს ავტომატიკა ან მექანიკა, აი ჩვეულებრივ გავრისკავ და ავიდოდი რა. აი ეს აღმართია. ნარჩენ კიდე აქ არის ახლა და კიდევ რაღაც ადგილები იქნება რა და მოვძვენოთ რაღაცებს და ჩემი ნახეთ. გიონ კიდე მეორე, კი და რომელი ნუმერაცით? მე-4 ამგვარი. მე-5 ტრაექტორიაც დაამატა. აი ეს ადგილი არის. ესეც შეიძლება ვიდეოში კარგად არ გამოჩნდეს, მაგრამ საკმაოდ დიდი აღმართი არის და პლუს დიაგონალი შეიძლება აიყიდეს მანქანამ და მოდი ამას დავტოვებ ესე ინკოგნიტოდ და არავალაკაც და ვნახოთ გასვლაზე თუ ავავინმე და ავიდეთ ვნახოთ როგორი იქნება. ჩემს უპრობლემოთაა რა, მთავარი არის წოვში ყავდეთ მანქანა და არ შეგეშინდეთ სირთულეების. გადაყირების შანსი მე მგონი ნაკლები არის აქ, ხო? ძღოლზეა დამოკიდებული ვიტყვი. აი ეგ არის ყველაზე მთავარი, რომ 50-50 არის რა და გადაყირების შანსიც ეგრე არის. მთავარია სწორი ტრაექტორი თავიდან. ყველაფერი არის მძღოლზე დამოკიდებული. გამოცდილი ოფროუდერები დამეთანხმებით ახლა თქვენთვის შეიძლება არაფერი არ იყოს ეს, მაგრამ ჩემთვის როგორც ახლა ვარიატორის მფლობელისთვის რაღაც ესეთი პონტია, რომ შეიძლება გადამიყირავდეს და მოკლედ ამასაც ვნახავთ რა, ჩავშვით ეს მაინც ვიდეოში და დავემახსოვროთ, ეს აღმართი იქნება და რო ამოვართ მე გვემახსოვრება. მოკლედ აი ხა ჩავდივარ, ფეხი მაქვს გაშვებული, ნახე? ანუ X mode-ით ჩავდივარ თვითონ მიტონ უზებს მანქანა რა, ძალიან მაგარი რაღაც არის, ბევრჯერ მაქვს ნახსენები და კიდე ბევრჯერ ვიტყვი, რომ მართლა ძალიან მაგარი რაღაცა არის ეს. აჰა. მე მგონი კაი ადგილები ვნახეთ და რა ვიცი, პარკში წასვლა ან კიდე სადმე ლოკაციაზე მოძებნა, ამაზე უკეთესი რაღა უნდა ვნახო უბრალოდ არ ვიცი თორე. შეგვიძლია კიდე სადმე გასვლა და შევამოწევდი, მაგრამ შეგვიძლია ცოტა სველი წერტილებიც აი ვნახოთ. სველი წერტილი ასეთ ამინჩი არ ვიცი სად იქნება, მაგრამ ტალახი ან ჭაობი რაღაც შეგვიძლია შევარჩიოთ. მაშინ რო არის წეღა რო ვიძახდით, მოდი ისიც შევამოწევთ. თბილისის ქუჩისკენ შეიძლება ჩავიდეთ. წავიდეთ და შევამოწევთ. დავათვალიეროთ მაინც. დავათვალიეროთ, მოგვეწონება წამოვთ, რა მოგვეწონება წამოვთ. აქ გზა საიდან იყო? ეს ჩავყვეთ. აღარ ჩავყვეთ. ხო და რა შევამოწმოთ რა ეხლა. გიორგა ჩემზე მეტი გამოცდილება აქვს რა თქმა უნდა ახლა ოფროუდში და რაღაც და მეც ასე თუ ისე მოყვარულის დონეზე შემიძლია რაღაც პატარა ადგილებში გადასვლა. არა მე სიმართლე გითხრა არ მეგონა, ანუ ჩემი მანქანით ახლა ესე არ გამიტესტია ეს მანქანა, რომ სადმე წავსულიყავი, ანუ მენანება და მაგრამ ახლა რატომღაც გადავწყვიტე რომ მეთქი თუ გაფუჭება ბარემ ახლა გაფუჭდეს თუ რაღაცა არის და ნუ რა ჯერჯერობით არ გაფუჭებულა და კაია. ანუ თუ სწორად აი ხშირად ხდება რომ აი ცოტა ვაბუქსავე და კარო ტრანსმისიამ ჩეკებიან თუ რაღაც და ალბათ იმათ სხვა რაღაც პრობლემები ქონდათ თორე რა ოდნავ პატარა ბუქსაობაზე თუ ძალიან არ გაწურავთ მე მგონია რომ არაფერი არ მოუვა რა ეს სად მიდიოდი პირდაპირ ჩახვალ გზაზე და კი ასევე მეც მინდა დავამატო ორი სიტყვა მანქანა როდესაც დადის უგზაობაზე არის
ძღოლზე დამოკიდებული მანქანის გამძლეობაც, მანქანის გამავლობაც და მანქანის სიმძლავრიც. თუ მანქანას ძღოლი ისე არ გამოიყენებს, როგორც საჭიროა კონკრეტულ ადგილას, მანქანა ვერაფერს ვერ იზამს, სულ რომ 20-დან 0 ძრავი გედგათ, სულ რომ 40-იან საბურავებზე იდგით და ბოლო მოდელი მანქანა რომ იყოს. ძღოლმა უნდა იცოდეს თავისი მანქანა, სად მიდის, როგორ მიდის, რატომ მიდის და რით მიდის. ესეც საკაიფო დაღმართი არის. მოდი, ეხლა აქ რო ჩახვალ, X mode-ი ჩაურთე და თუ გინდა გარედან გადავიღებ. მოკლედ, ესეც პატარა უგზოობა არის დაღმართი. მოდი ახაც პირდაპირ X mode-ის სისტემა შევამოწმოთ. X mode-ი ჩართული მაქვს, მოცულობაც გამორთული მაქვს და გიორგი დაბლედან გვაჩვენებს, თორემ როგორ ჩამოვიდა, როგორ მუშაობს ეს სისტემა. ეს არის X mode-ის მუშაობა დაღმართზე, როგორც აღმართზე, ასევე დაღმართზეც იდეალურად მუშაობს ეს სისტემა. მოყინულ აღმართზე, ტალახიან აღმართზე, რა ვიცი, სადაც მუხრუჭით ჩასვლა საზიანოა მანქანისთვის, ეს სისტემა იქ როგორც ყოველთვის მუშაობს. ჩვეულებრივად ჩამოვედი დაღმართზე, არ მიხმარია მუხრუჭები. ერთადერთი აქ ვიხმარე პატარა უფრო და დაღმართი იყო და თან ესე დამაბურცულები იყო და მაინც შემეშინდა. და ჩვეულებრივად ჩამოვიდა, მოკლედ პრობლემა არ აქვს. ძალიან კარგად მუშაობს X mode-ი, ავტომატურად ამოხუჭებს, როცა საჭირო არის და გაზიც არ მიხმარია, თავის ხოდით ჩამოვიდა. აი ეს ადგილებიც არის ჩემი აზრით ზედ გამორჩეული X mode-ი და L resin-ი. დანარჩენებს კიდე რა ვიცი, შეხედეთ მე მგონი როგორი იყო. სხვა ლოკაციებსაც ნახავთ და შესაბამისად შემდეგ როცა შევიტივებით დავანოსებთ რამოდენიმე დღის მერე, როდის იქნება ჯერ მოვაგვარებთ საორგანიზაციო საკითხებს, რამდენი მანქანა იყოს, როგორ უნდა იყოს და ყველა დეტალურ ინფორმაციას მოგაწოდებთ და დავპოსტავთ ჩვენთან. ახლა უკვე სტაბილურობის ტესტს ვნახავთ, როგორ ჩააბარებ ჩვენი Subaru. როგორც ხედავთ, უკანა საბურავზე იყო ცოტა კონტაქტი, აწია, ოდნავ, მაგრამ მნიშვნელოვნად. ეს საკმაოდ დაბალი, საკმაოდ დიდი დაღმართი იყო. ფაქტობრივად საქარმინაზე მივადი თავიდან. რავი, ახაც შეიძლება ისე მერე თუ გინდათ ანასვლა ან ჩამოსვლა, მაგრამ ტალახში არ, ტალახში აზრი არ აქვს, აბსოლუტურად შეიძლება ვიღოთ. აი, წავედი. ოღონდ ესე კი არა, ცოტა დიაგონალი. იომ ახლა ახალი ლოკაცია გააცრა უწებ. ნუ აქ ახლა მე არა მაქვს მანქანის იმედი და მოდი მე აღარ ავალ. და ვისაც სურვილი გექნება, რა თქმა უნდა, ეს ადგილიც დავიმახსოვროთ და ნახოთ თუ ვინმე ავა, მაგრამ აქ არ ამგონია სტოკი მანქანები და თან სივიტი კოლოფმა გაუკაჭოს, მაგრამ მაინც იყოს რა. მოკლედ, ნახეთ კიდევ ერთი პატარა ლოკაცია, აი აქეთ ტალახი არის, ნუ რა თქმა უნდა, ახლა კარგი ამინდი არის, მაგრამ ეტყობა რომ მაინც დაჟიებული არ მიწა და აი აქ წვიმის შემდეგ უფრო რთული გასავლელი იქნება. ეს ლოკაცია ჩვენს ერთგულ მაყურებელს ალბათ ეცოდინებათ, ბევრი მანქანები ყავს აქ გატესტილი, ტალახის კუთხით გვაინტერესებდა, ნუ ჩემი მანქანით ახლა ამ წოდას კი გავალ, მაგრამ ანუ წვიმიანი როცა იქნება და სველი, არ მაქვს შესაბამისი საბურავები, აქ MTF-საც არ აგრესიულს გაუჭირდება. საფხულის საბურავითაც ნუ გამოხვალთ, იმიტომ რომ ჩარჩების აზრი არ აქვს, მე ზამთრები მიყენია და აზრი არ აქვს, უკან არ ჩავარ. ხო და აი იქ მოკლედ იქიდან ჩამოვედით, რომ ვიზუალიზაცია დაამუღამოთ.
ვიყავით ზემოთ იალღურზე. რამოდენიმე ადგილი მოვძებნეთ. შეიძლება თქვენთვის არ იყოს ეს რთული აღმართები და არ არის პრობლემა. ადგილზე როცა მოხვალთ, ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ გადახვიდეთ. ეს უბრალოდ იყო საჩვენებელი ვიდეო, მაინტერესებდა თან ჩემი მანქანაც როგორ ავიდოდა, იმიტომ რომ ესეთ სტილში არ გამიტესტია, თუ არ ჩავთვლით რაღაც პატარა მცირე დიაგონალის ტესტს და რავი, ჩემი აზრით კარგად გაართვა თავი რა, ანუ არ მეგონა თუ ავიდოდა, პირველ აღმართზე იქ რო გავიჭედე და მეორეჯერ უკვე დისტანციით ავედი, საკმაოდ კარგად ავიდა. უბრალოდ გაზი ბოლომდე რო დავაჭირი ადგილიდან აზრი არ ქონდა, გიორგიმაც აღნიშნა, ნუ ძრავი არ ეყო და მივხვდი რომ აზრი არ ქონდა, ულა უნდა მეწვალებინა მანქანას და ტრანსმისიას დაეტვირთებოდა. მოდი რო შევაჯამოთ დღევანდელი დღე გეტყვით რომ ეს არ არის ახლა რაღაც გამოწვევა და არავის არ უწევთ, ანუ ამ მანქანით მით უმეტეს, უბრალოდ ადგილების ჩვენება მინდოდა და სად შეიძლება ახვიდეთ სად არა. ესეთი მანქანები ვისაც ყავთ, მოდი ავიდეთ, შევხედოთ სად ავალთ, როგორ ავალთ. აქ არ იქნება რაღაც ისეთ შეჯიბრი და ვინ პირველი ავა, ვინ მეორე და ვინ არის უფრო მაგარი, უბრალოდ დარწმუნებით თქვენი მანქანის გამავლობაში. და რა ვიცი, დეტალურ ინფორმაციას დავპოსტავ, ზუსტით არ ვიცი რა თქმა უნდა, მინდა რომ ნუ შაბათ-კვირა იქნება სავარაუდოდ, რომ ეცალოს ყველას. არ მინდა რომ ვინმეს გული დაწყდეს და რაღაც ეტაპებად დავყოთ და თუ ესეთი ვიდეოები მოგეწონებათ, რა თქმა უნდა გავაგრძელებთ რა. არ მინდა რომ სადმე ისეთ ადგილზე წავიდეთ, რომ შორი იყოს ან მანქანას ვინმეს პრობლემა ქონდეს, რაღაც მე მის წამოყვანა პრობლემა არის. თბილისთანაც ახლოს არის, რუსთავთანაც ნუ ახლოს არის და ახლოს არის. შეგიძლიათ ჩამოგზავნდეთ თქვენი სტოკი მანქანებით, შევამოწმოთ სად გავა, როგორ გავა. და დანარჩენს უკვე ეტაპობრივად დავპოსტავთ ინფორმაცია ჯერ ჩვენს მოძებნის რეჟიმში ვიყავით და უბრალოდ იდეა თქვით რომ ესე ხო არ გავუკეთებინა და რატომაც არა. მოკლედ დაგამშვიდობებით, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, რაც ყველაზე მთავარია, იმიტომ რომ ამ ვიდეოებს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენაირმა ხალხმა ნახოს, ვისაც ოფროუდი უყვარს. არ არის აქ საუბარი hard off-road-ზე და რაღაც ლაურეულ off-road-ზე. უბრალოდ უგზაობა ვისაც გვიყვარს, ის ხალხი შევიკრიბოთ და ერთი პატარა გასვლა გავაკეთოთ. ავიდეთ დიაგონალებზე, გავტესოთ თქვენი მანქანები და შევადაროთ. კინახეთ ჩვენი მანქანის ჩვეულებრივად ავედი, ბევრგან გამიჭირდა, ბევრგან არ გამიჭირდა და დანარჩენს უკვე თვითონ თავარი ვიდეო გასვლაში, ნუ გამოჩნდება რა, მინუსები, პლუსები და ახლა კიდე დაგემშვიდობებით, გამოიწერეთ არხი და წარმატებას გისურვებთ.